დავინაცვლებთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა საპროტესტო აქციები. ნანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის მოთხოვნების შესახებ, რომლითაც საზოგადოებაა მისული ახლა არხთან. დიახ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს, ამას კანდირებენ რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 42 დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამცველები ისევ ითხოვენ საერთო სახალხო ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა რეალურად არის ის, რომ მაუწყებლის ადმინისტრაცია არც მოლაპარაკებების მედიატორებთან, არც აქციის მონაწილეებთან, მოქალაქეებთან ამ დრომდე არ გამოდის კონტაქტზე. ბოლოს სახალხო ეთერი მე გახსენებთ, რომ 20 დეკემბერს შედგა მხოლოდ 30 წუთით. მოქალაქეები ითხოვენ, რომ როგორც გითხარით, უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი ეთერი, ასევე მთლიანად ბადე, თუ მთლიანად არა, გარკვეული ნაწილი მაინც სწორედ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს მოქალაქეებს. მე ახლა აქციის მონაწილეებს გავესაუბრები იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან პირველივე დღიდან საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია რეჟიმის წინააღმდეგ მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი ადგილი არის სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამარჯობა. კიდევ ერთხელ 20 დეკემბერს შედგა ბოლო საერთო სახალხო ეთერი, როგორც ამას თქვენ უწოდებთ. ადმინისტრაციის წევრები, ხელმძღვანელები არ გამოდიან არც მედიატორებთან, არც აქციის მონაწილეებთან, არავისთან ფაქტობრივად კონტაქტზე. ეს არის ბოლოს სიახლე, როგორც ვიცით. ეს ბადებს თუ არა საფუძვლიან ეჭვს, რომ შეიძლება ის 30 წუთით თქვათ აღარ იყოს ხალხის განკარგულებაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. ესე იგი 3 იანვრიდან მოყოლებული განახლდა აქციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საახალწლო დღეების გამო 2-3 დღით შევისვენეთ, რა თქმა უნდა თვითონ ტელევიზიამაც შეისვენა და პირველი დაპირება რაც იყო საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან, მოამბის პროდიუსერებისგან კონკრეტულად იყო ის, რომ 3 იანვარს განახლდებოდა ეთერი, სადაც სახალხო წარმომადგენლები ასე ვთქვათ, სადაც ხალხის ხმა ჟღერდებოდა, ეს დაპირებული 30-40 წუთი. გაგრძელდებოდა 3 იანვრიდან, თუმცა 2 იანვარს შედგა კომუნიკაცია პროტესტის მონაწილეებსა და პროდიუსერს შორის, სადაც გვითხრეს, რომ 3 იანვარს ვერ მოხერხდებოდა გადაცემის განახლება, რაზეც ცხადია გასაგები კი ბატონო, არანაირი ასე ვთქვათ, ხმაური ამასთან დაკავშირებით არ აგვიტეხავს. თუმცა შემდეგი დაპირება იყო, რომ 6 იანვარს განახლდებოდა სახალხო ეთერი და ველოდებოდით 6 იანვარს. თუმცა ამ მოლოდინის მიუხედავად მაინც გრძელდებოდა აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რადგან სახალხო ეთერი არ იყო, ასე ვთქვათ, იმ მომენტში დღის წესრიგში არ იყო ის მოთხოვნა, ჩვენ ვითხოვდით დღის ეთერს და მენეჯმენტის გადადგომას. 6 იანვრისთვის ვცადეთ ჩვენ დაკავშირება, დაახლოებით 4 და 5 იანვარს ვურეკავდით საზოგადოებრივ მაუწყებლის წარმომადგენლებს და პასუხად ვიღებდით იგნორს. გუშინ წინ აქციიდან პირდაპირ ეთერშიც კი დაუკავშირდით მათ ტელეფონით, არა მხოლოდ გადაცემის პროდიუსერებს, არამედ არხის დირექტორს თინა ბერძენიშვილს, თუმცა ტელეფონს არავინ არ პასუხობს და ამიტომ ამ ეტაპზე ამ იგნორსაც ვიღებთ როგორც გარკვეულ პასუხს. თუმცა ეს ცხადი არ არის ოფიციალური პასუხი, მაგრამ ის უნდობლობა, რაც გვაქვს ამ არხის წარმომადგენლების მიმართ, მენეჯმენტის მიმართ, გვაძლევს იმის უფლებას ჩავთვალოთ, რომ შესაძლოა სახალხო ეთერიც გაუქმდეს. დიდი მადლობა. მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს თავისი რეალური ნამდვილი მისიის შესრულებას, ის უნდა ეკუთვნოდეს ხალხს, ის უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებს და უნდა მუშაობდეს ხალხის საუკეთესო ინტერესისთვის. ამას ამბობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამცველები, მედიატორები, რომლებიც მონაწილეობენ ამ მოლაპარაკებებში ბორდის წევრებთან საზოგადოებრივი მაუწყებლის. მათ რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს ვიდეო მიმართვაც ინტერნეტში მთავარი გზავნილებით. აქვე გეტყვით, რომ ამ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ ვიდეო მიმართვასა და გზავნილებს ავრცელებენ, არიან მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლები. ჩვენ შეგვიძლია ეს ვიდეო მიმართვა ახლა მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. პოლარიზებულ მედიაგარემოში, რომელიც ახლა გვაქვს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სწორი მუშაობა. მაყურებელს უნდა მიუწვდებოდეს ხელი იმ შინაარსებზე, რომელიც დაცლილი არის მაგალითად კომერციული ან პოლიტიკური ინტერესებისგან. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება. მეცაც გეტყვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არ არის მხოლოდ მოამბე. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ
გადავიღოთ, ჩავწეროთ, ავღრიცხოთ ყველაფერი ის, რაც ხდება ქუჩაში. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი არის დაჭერილი, ნაცემი, იმათი ხმა ჩემ არხზე სამწუხაროდ სათანადოდ არის მის. აქ უნდა ისმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც სამსახურებიდან უშვებენ. მხოლოდ იმის გამო, რომ თავიანთი აზრი გააჩნიათ და პოზიციაზე დგანან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისმოდეს ხმები რეგიონებიდან. ჩვენ გვაქვს იმის მანდატი საზოგადოებისგან, რომ ვიყოთ კრიტიკულები, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რეალურად ვაჩვენოთ მთლიანი სურათი. ჩვენ უნდა შევქმნათ ეს კრიტიკული სადისკუსიო ველი, რომელიც არ არის დღეს. ჩვენ ვართ ძალიან რთული ორგანიზმი, თავისი პრიორიტეტებით, რომელშიც მაგალითად გვიწერია, რომ უნდა შეუწყოთ ხელი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას. საზოგადოებრივ არხზე ვერ ვნახე რეალურად გაშუქებული ბოლო პერიოდის ამბები. რაც ხდება ქვეყანაში, იმის ნახვა მინდა და ვისწავლე მე. დეღ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გრძელდება. გეტყვით, რომ აქ შეკრებილი მოქალაქეები დაახლოებით 9 საათში საღამოს 9 საათისთვის უკვე სროლობით დაიძრებიან პარლამენტისკენ და სწორედ იქ შეუერთებიან საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე 42 დღეა იმართება რეჟიმის წინააღმდეგ.